პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ბაკურიანის ტყის გულში, რომელიც გთავაზობს სრულად გარემონტებულ აპარტამენტებს 31 კვადრატული მეტრიდან, მიწისქვეშა პარკინგს, აუზს, სპას და მრავალ ფუნქციურ ინფრასტრუქტურას. აი ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ჩვენი სტუმარია მზიანიველის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ბექა ხაჟონია, რომელსაც მივესალმებით. მოგესალმებით. მადლობა მობრძანებისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი არსებული ეტაპით. რა ეტაპზე არის ამ ახლა მშენებლობა და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა გაყიდვებზე მინდა რომ მკითხოთ. კეთილი, მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ამ ეტაპზე მიმდინარეობს უკვე სარემონტო სამუშაოები. მეორე და მესამე ბლოკი, სადაც გაყიდვები მიმდინარეობს, 2-3 თვეში სრულდება, თუმცა გასაღები ყველა მობინადრეს გადაეცემა ამ წლის დეკემბერში. რეკრეაციული სივრცე წინ მორჩება და ყველას გასაღები გადაეცემა დეკემბერში. ბექა, მინდა კითხოთ, რითი არის განსხვავებული სხვა კომპლექსებისგან მზიანიველი, რა დახვდება პოტენციურ ბინადარს აი ამ პროექტში? ჩვენი კონცეფცია ნამდვილად არის უნიკალური, შესაძლოა ხა ამბიციურ რაღაცას ვიძახი, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ძალიან კარგი და მაგარი კომპლექსი შენდება და ეხა მოვყვებით თუ რითი ვართ განსხვავებული სხვა არსებული კომპლექსებისაგან. პირველ რიგში ეს არის ხარისხი. ჩვენ ვართ ძალიან ეკომეგობრული კომპლექსი. ჩვენთან ლიფტით შეძლებთ -1, -2 სართულზე ჩასვლა, სადაც ისარგებლებთ აუზით, საუნით, სპათი და ასე შემდეგ. რას ნიშნავს ეს? მობინადრეს არ უწევს ზამთარში და ზაფხულში გარე სივრცით სარგებლობას. ზედა სივრცეში თავიდან ბოლომდე არის მხოლოდ რეკრეაციული სივრცე. ასევე 321 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოპარკინგია. ზემოთ ფიზიკურად არ ხვდება გამონაბოლქვი. რაც შეეხება ცენტრალური გათბობის ქვაბებს, არის ინვენტორული ტიპის და გამონაბოლქვი აქაც არ ხვდება და გარემო არ ზიანდება სპეციალური სისტემით. წყლის მილებით გაედინება კომპლექსის გარეთ უკვე გადამუშავებული სახით. კიდევ აუზი არის ბუნებრივია ტემპერატურული რეჟიმით. მშენებლობის ხარისხი არის ყველა ეტაპზე კონტროლირებადი და დეტალურად უდგებიან არქიტექტორის და მშენებლებიც ამის რევიზიას და გამოკვლევას. ენერგოეფექტური არის თავიდან ბოლომდე ყველანაირი სტანდარტით კორპუსი. იაპონური ტიპის ლიფტები არის. სახურავი არის პოლონური. თავიდან ბოლომდე ევროპული სტანდარტით შენდება ჩვენი კომპლექსი. 40-იანი ბლოკით არის გარე პერიმეტრზე აშენებული. შიდა ტიხრები არის 20-იანი ბლოკით. იზოლაცია რო იყოს ხმის, ხანძმაქრის სისტემა არის კორიდორებში და უშუალოდ ნომრებში. ხანძარმეტი კარებები ბუნებრივია. შიშიმო პირებზე არის თავიდან ბოლომდე სრულად ადაპტირებული. და კომპლექსთან გასვლა არაფერზე არ გიწევს პრაქტიკულად. საციგურავო მოედანი არის მაღლა, ბავშვთა გასართობი მოედნები არის და ესეთ კონცეფციას თავაზობთ ჩვენს პოტენციურ მობინადრეებს. ესე იგი, ჩადიხარ და ისვენებ პირდაპირ. თქვენ აღნიშნეთ, რომ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ზოგადად, როდესაც ასეთ ადგილებში ხდება მშენებლობა, უმნიშვნელოვანი ისე არის, რომ ამ გარემოსადმი იყოს ადაპტირებული და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს სწორედ ასე არის. მე მინდა კითხოთ კვადრატულობის შესახებ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს უნდა მაგალითად დასასვენებლად რაღაც სეზონურად რომ ჩავიდეს, მისთვის პრიორიტეტი არის შედარებით დაბალი კვადრატულობის ბინის შეძენა. მე აღვნიშნე, რომ 31 კვადრატიდან იწყება. როგორი არის კვადრატულობა, მაქსიმუმ რამდენი კვადრატი შეძენა არის შესაძლებელი და როგორ არის, ასე ვთქვათ, შიდა ინტერიერი მოწყობილი? კი ბატონო, 31 კვადრატიდან 100 კვადრატამდე მერყეობს. ჩვენ ამაშიც განსხვავებული კონცეფცია შევარჩიეთ. ბაკურიანში პრაქტიკულად არ არის 3 ოთახიანი აპარტამენტები. ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ბაზარზე გამოიტანა 3 ოთახიანი ტიპის აპარტამენტები გასაყიდად. 31 კვადრატიანიც არის ბუნებრივია, 53 კვადრატიანიც სტუდიოს ტიპის, თუმცა ჩვენ უფრო გათვლა გვაქვს დიდ და კარგი ინტერიერის მქონე ნომრებზე. თან რაც არის მთავარი, ჩვენ როდესაც გასახებს დეკემბერში გადავცემთ ჩვენ მობინადრეებს, ყველა ნომერი იქნება აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ერთნაირი ინტერიერში და ერთნაირი ხარისხით. თუნდაც იმით არის გამორჩეული, რომ ესპანური გრანიტი ეგება ყველა ნომერში, აივანზეც, საპირფარეშოშიც და სამზარეულოშიც. ანუ ესეთ დეტალებს ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას. ეკონომია პრაქტიკულად არაფერში არ კეთდება და თავიდან ბოლომდე ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ პრემიუმ ხარისხი დავდოთ და ბაკურიანში მართლაც რომ განსხვავებული ტიპის კომპლექსი ავაშენოთ. რა კონდიციაში ბარდება მობინადრეს არსებული ფართი? თქვენ ახსენეთ, რომ მაღალი ხარისხის იქნება
თუნდაც ის გრანიტი, რასაც ამბობთ, ანუ რეალურად გარემონტებული სრულად გარემონტებული იქნება აბსოლუტურად. გვაქვს ორი პაკეტი, შეუძლიათ რომ ავეჯი და ტექნიკასაც შეიძინოთ და ავეჯი და ტექნიკის გარეშე ეს მათზე არის ინდივიდუალურად დამოკიდებული. მე მინდა კითხოთ, ესე იგი, როგორც ვიცი, ახლა მიმდინარეობს ბაკურიანის გზების მოწყობა, შიდა ქსელების რეაბილიტაცია, თუ გაქვთ ინფორმაცია, როდის რჩება ეს პროცესი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია და როდის ბარდება ასევე თქვენი კომპლექსის საბოლოო. ეხლა მიმდინარეობს ბაკურიანის შიდა ქსელების მოწყობა, ბუნებრივია კურორტი იზრდება და საჭიროა ეს ყველაფერი. მესმის რომ ეს დამსვენებლებისთვის ეხლა ძალიან დიდი დისკომფორტია და კურორტისთვის, თუმცა ბუნებრივია ვერ ავწდებოდით ამ მოცემულობას და ბაკურიანის მოდერნიზაცია სრულად თავდება ამ წლის ბოლოს და ჩვენი კომპლექსის ამ წლის ბოლოს სამავდროულად იქნება სრულად გაშვებული. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ემთხვევა იმ ნაწილში, რომ არანაირი დისკომფორტი არ ექნება მობინადრეებს და არა მარტო ჩვენს მობინადრეებს. ბეკა, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს კომპლექსი ერთის მხრივ არის საცხოვრებელი და მეორეს მხრივ საინვესტიციო, არსებული ლოკაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს პარტი იძლევა ამის შესაძლებლობას. გექნებათ თუ არა სპეციალური შეთავაზება გაქირავების და იჯარის კუთხით მობინადრეებისთვის და აი ამ მიმართულებით როგორ ვიშვა? ამ ნაწილსაც საკმაოდ ლოიალურად ვუდგებით, ვინც ჰოსპიტალიტ კომპანია ვინც შედის, ცოტა ხისტი პირობები აქვს ხოლმე, მობინადრეებს არ აძლევს სრულად არეალზე წვდომის საშუალებას და ასე შემდეგ. ჩვენ ამ მხრივ ვეძებთ ინტერნაციონალურ ჰოსპიტალიტ კომპანიას და აუცილებლად გვექნება გაქირავების სერვისი, საორიენტაციოდ 70-30-ზე იქნება მობინადრის სასარგებლოდ და ამ 30% შევა ყველა პლატფორმის საკომისიო, keeping house-ი და ასე შემდეგ. და ბოლოს მინდა კითხოთ, რა თქმა უნდა, ახლა ყველა საინტერესებს გადახდის პირობებთან დაკავშირებით, გადახდის რა პირობები გაქვთ და შეუძლია თუ არა პოტენციურ მობინადრეს, მაგალითად, ვებსაიტზე, თქვენს ვებსაიტზე ნახოს შეარჩიოს კონკრეტული ბინა და შემდეგ ფასიც ამ ბინის მიხედვით, რა თქმა უნდა. კი ბატონო, საიტზე mzianiweli.com-ზე დიგიტალურად არის მთელი კომპლექსი გატანილი, მათ შეუძლიათ რეზერვაცია გააკეთონ, ჩვეულებრივად და გაყიდვების სამსახური დაუკავშირდებათ პოტენციურ მობინადრეებს და რაც შეეხება გადახდის პირობებს, ამ ხრივაც განსხვავებული შინაარსის მატარებლები ვართ. 20%-ია წინასწარი შენატანი და 24 თვე არის შიდა უპროცენტო განვადება. წარმოიდგინეთ, დეკემბერში სრულდება პროექტი და კიდევ ერთი წელი შიდა განვადების სისტემაში რჩებით, ესე ვთქვათ, უპროცენტოდ და თვითონ უშუალოდ აპარტამენტის დააგენერებს თანხას და გამოსყიდვაში პოტენციურ მობინადრეს დაეხმარება, რომ აპარტამენტი გამოისყიდოს. ესეთი შეთავაზება არც ერთ დეველოპერს არ აქვს, იმიტომ რომ ცდილობენ ბუნებრივია, რომ ბანკზე გადართონ და დასრულებისთანავე მიიღონ აპარტამენტის სრული საფასური. გასაგებია. მადლობა დიდი, წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ყველა იმ პოტენციურ მობინადრეს, რომელიც იცხოვრებს თქვენთან, ან შეიძენს ფარც. კიდევ ერთხელ მადლობა და შევახსენებ მაყურებელს, ჩვენი სტუმარი იყო მზიანიველის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი ბექა ხაჟონია. დიდი მადლობა.